ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ძალიან ესეთი გახარებული ვარ და მინდა რომ ეს ჩემი სიხარული გაგიზიაროთ. გახარებული და ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ ამ კომპანიაში. კომპანიაში, რომელმაც მართლა გამაბედნიერა, კომპანიაში, რომელმაც ჩემს ოჯახის წევრებს სიცოცხლე გადაურჩინა. კომპანია, რომელმაც გააბედნიერა ათასობით და მილიონობით ადამიანი, რომელმაც დააბრუნა სიცოცხლისკენ მართლაც ათასები. არა მხოლოდ სოფლიოში, არამედ საქართველოში. საქართველოში გვაქვს საოცარი შედეგები. ყოველთვის, როდესაც ზივართ პარტნიორები და ვუსმენთ ჩვენ ამ შედეგებს, ყოველთვის ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს ახლა, თუ კიდევ შეიძლება რაღაცამ გაგვაკვირვოს, მაგრამ კომპანია ლივგუდი ისევ და ისევ ახერხებს ჩვენს გაკვირვებას. მე ვსაუბრობ ახლა ამ საოცარი მოვლენის შექმნილ პროდუქტებზე. პროდუქტები, რომელიც არის რეალური პანაცეა, ინოვაცია. თუ ამ სამყაროში კიდევ იქნებოდნენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ასეთ რაღაცას შექმნიდნენ, რაც კაცობრიობის კეთილდღეობას გამოადგებოდა, ამას ვეღარასოდეს ვეღარ მოვიფიქრებდი. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, დღეს ადამიანები ძირითადად არიან გადასულები მოტყუებაზე, წართმევაზე, მოპარვაზე. არ ვიცი, ძალიან მწუხვარ ამას რომ ვაჟღერებ, მაგრამ რასაც ვხედავ იმას ვამბობ, სამწუხაროდ ასეა. და სწორედ აი ამ სამყარომ დამიკარგა იმედი იმის, რომ დღეს შეიძლებოდა გამოჩენილიყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ზრუნავდნენ ჩემზე, თქვენზე. ეს მართლა საოცრებაა. და სწორედ იმიტომ დავიწყე ამ თემით საუბარი, რომ მე ვარ ბედნიერი, რომ ამ მოვლენაში ვარსებობ. ამ მოვლენაში ვცხოვრობ და არათუ ვცხოვრობ, ჩემი წვლილი შემაქვს, ჩემი რაღაცა, ჩემი გულის ნაწილ აქვს დეფაქ. ვახარებ და ვაბედნიერებ ადამიანებს, არა ჩემი დამსახურებით, არამედ ამ საოცარი მოვლენის საშუალებით. ეს რაც შეეხება იმ პროდუქტს, რისი მეშვეობითაც აი ესეთი საოცრებები ხდება ჩვენთან. მე ზოგჯერ არც კი მჯერავს, რომ მეც ამის თანამონაწილე ვარ. მეცნიერება ზოგადად მოგეხსენებათ ძალიან ისეთი მცნება, რაც დღემდე რომ მოვდივართ აქამდე, მე ჯერ არ დამიფიქსირებია, თუმცა ძალიან ჩახედული ვარ ამ საკითხებში, მართალს გეუბნებით და ვინტერესდებოდი ამ ყველაფრით და მე არ ველოდი არაფერს, ასე ვთქვათ, მეცნიერებისგან. იმიტომ რომ დღემდე რასაც აკეთებდა მეცნიერება, ეს ხდებოდა მხოლოდ მათთვის, შესაძლოა სხვა მიზნებისთვის, მაგრამ ადამიანისთვის სიმართლე გითხრათ, ბევრი არაფერი არ მოუტანია. ყველაზე საინტერესო ინვესტიცია მეცნიერების მხრიდან იქნებოდა ისინი თუ იზრუნებდნენ ადამიანის ჯანმრთელობაზე ელემენტარულად, რომ აი ესეთი თითქოს და კლასიკური მედიცინის მხრიდან კურნებელი დაავადებები რომ განიკურნებოდნენ და მეცნიერები რაღაცას მოიფიქრებდნენ ისეც, რაც ამ ყველაფერს უშველი და მაშინ მე რაღაცნაირად სხვა შეფასებას მივცემდი მათ. მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თითქოს წინ წავიდა ყველაფერი, მაგრამ უკან მიდის ადამიანის სიცოცხლე, უკან იხევს ყველაფერი, ახალგაზრდავდება დაავადებები, ემატება ყველაფერი, არა კარგი, არამედ ცუდი. ანუ აქედან დასკვნა, ვერც მეცნიერება და ვერც ვერავინ ადამიანის ხელმა ეს ვერ მოახერხა, რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერები. აი ეს პატარა სიცოცხლე, რომელიც გაგვაჩნია სადღაც 60-70 წლამდე, აი ეს მაინც რომ ნორმალურად გავიაროთ. ამის შესაძლებლობა და ამის შანსიც კი არ მოგვცა ჩვენ არავინ. მაგრამ გამოჩნდა დედამიწაზე სამყაროში კომპანია ლივგუდი, რომელმაც არათუ შანსი მოგვცა, სიცოცხლის ხალისი დაგვიბრუნა.
ბედნიერები გაგვხადა. ძალიან ბევრი ჩემი პარტნიორი მოგეხსენებათ მე ეს კომპანია მე შემოვიტანე საქართველოში და ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება მე საუბრება ჩემს სალიდეროში ჩემი პარტნიორები 6000-მდე ადამიანია უკვე საქართველოს სტრუქტურაში მე სხვაგან ეწყავს რა თქმა უნდა პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნებში და ყველა მიკავშირდება და მეუბნება რომ ჩვენ აღარ გვეშინია არაფრის სადაც გვიდევს გვერდზე გვიდევს ლივგუდის პროდუქტი ჩვენ აღარ გვეშინია აღარც ავადმყოფობის და აღარც სიკვდილის ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს დღეს ვინმე რომ ჩვენ ვიყოთ უაღრესად მადლიერები სიტყვა არ არის რა შეგრძნებებიც უნდა გქონდეს ამ ყველაფრის მიმართ რა გვდრგუნავს ჩვენ გვდრგუნავს ის რომ გვეშინია ახლობელი ავად გახდება გვეშინია მოკვდება ყველაფრის გვეშინია მეგობრებო შვილი გადის სახლიდან გვეშინია ოჯახის წევრი გადის სახლიდან გვეშინია შემოდის სახლშიც კი გვეშინია ყველაფრის გვეშინია იმიტომ რომ ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და დღეს ამ ადამიანებმა ვინც დაარსეს ეს კომპანია და ვინც შექმნა ეს უნიკალურობა მოგცეს შესაძლებლობა არა თუ აღარაფრის აღარ შეგვეშინდეს იმიტომ რომ ჩვენ თითქოს და ელექსირი გვიდევს გვერდში აი ამ პროდუქტის მეშვეობით გაგვიგონია კი ბატონო ბიოდანამატები ახალი არაფერი ამაში ხომ უამრავი ქსელური კომპანიებია საქართველოში მაგრამ რომელმა მოუტანა ასეთი ბედნიერება საქართველოს ვერც ერთმა იმიტომ რომ ამ ყველაფერმა შედეგი არ დადო კი რაღაცა ცვლილებები იყო განსხვავებით აფთიაქის მედიკამენტებისაგან კი ბატონო ფარმაცია უშვებს ისეთ რამეს რაც არათუ აჯამრთელებს არამედ პირიქით ასახიჩრებს ადამიანს შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ მე ფაქტებით ვსაუბრობ და არავისთვის უცხო არ არის შეიძლება მე მაგუმფამას ხმამაღლა მაგრამ ბევრმა ჩუმად იცით რომ ეს ასეა ასევე ეს პროდუქტები რომელიც აქამდე იყო ქსელურების მიერ წარმოებული დღეს გამომჟღავნდა ის რომ იქაც ძალიან ბევრი სინთეთიკა და ისმავნე ნივთიერებები რაც პირიქით ავნებს ორგანიზმს და რატომღაც აქამდე ყველას ეგონა რომ პირიქით ის ჯანმრთელობას უწყობდა ხელს ვინც ის რამდენი ადამიანი შეეწირა ამ ყველაფერს ისე რომ ვერც კი მიხვდა ამიტომ დღეს გამოვიდა სამყაროში ის რაც არათუ აზიანებს არამედ პირიქით აჯანმრთელებს აჯანსაღებს და აბედნიერებს ეს არის კომპანია ლივგუდის საოცარი პროდუქტი საოცარი სიტყვა საოცარს რომ ვამბობ ისეთ შეგრძნება მაქვს რომ არაფერს არ ვამბობ მეგობრებო ასევე მას აქვს საოცარი მარკეტინგი რომელიც ასევე გვაძლევს შესაძლებლობას არათუ მხოლოდ ჯანმრთელები ვიყოთ არამედ ეს ამ ჯანმრთელობით ვიბედნიეროთ და გქონდეს ფინანსური თავისუფლება მოხდა ჩვენთან კომპანიაში რამაც განაპირობა ჩემი ეს ჩართვა ისეთი რამ რაც მართლა არსად არ ხდება ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ამის შესახებ აუცილებლად მოგეყვებით ახლა მოგახსენებთ რამ განაპირობა ჩემი ჩართვა და ესეთი შესავალი მოხდა მართლაც უცნაური და ძალიან საინტერესო რამ მოგეხსენებათ აქ ჩვენს ლივგუდში არის ასევე ბიზნეს მიმართულება რაც გვაძლევს აბსოლუტურ ფინანსურ თავისუფლებას და დღეს კომპანიას ყავს 7000-ზე მეტი მილიონერი უკვე მეტი იმიტომ რომ როდესაც გამოცხადდა და როდესაც იყო ასე ვთქვათ გაჟღერებული რომ 7000 მილიონერია მას შემდეგ უკვე გავიდა 2-3 თვე და მე ზუსტად ვიცი რომ მომატებულია მილიონერთა სია მაგრამ ჯერ ოფიციალურად რა თქმა უნდა უფრო მეტი უნდა დაემატოს რომ გამოაცხადონ ამიტომ ამბობ 7000-ზე მეტი მილიონერი გაგიკვირდებათ კომპანია ჯერ სულ 3 წლისაც კი არ არის დეკემბერში შეუსრულდება 13 დეკემბერს შეუსრულდება 3 წელი 7000 მილიონერი 10 წლეულობით მუშაობენ კომპანიები და ვერ აღწევენ ამას აქედან უნდა მივხვდეთ ყველა რასთან და რა ფენომენთან გვაქვს საქმე
აი კიდევ რა ხდება? უყურეთ, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ აქ მარკეტინგი ჩემო ძვირფასებო ისეა აწყობილი, რომ მარტო თქვენ არ გიწევთ შრომა თქვენ საკუთარ სტრუქტურაზე. უყურეთ, აქ შრომობს ყველა, თქვენი ზემდგომები, თქვენი ქვემდგომები. ყველა ადამიანი შრომობს იმისთვის, რომ თქვენ იყეთ, ასე ვთქვათ, თქვენ წახვიდეთ წინ და ფინანსურად გახდეთ დამოუკიდებელნი. აი ასეთი სტილით არის აწყობილი მარკეტინგი. და აქედან გამომდინარე, სწორედ ერთ-ერთი მაგალითი, რაც ახლა გადახდა ერთ-ერთ ჩვენს პარტნიორს ამტკიცებს ამას, რომ აქ ხდება საოცრებები. ასეთი რამ მართლაც არასოდეს არ მომხდარა. უყურეთ რა მოხდა. მოვიდა ადამიანი კომპანიაში დარეგისტრირდა. იყო 2 წელიწადი, რაღაცა აკეთა, ცოტა რაღაც იმუშავა, ცოტა რაღაც გააკეთა, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვერ მიაღწია. ამ დროს რა მოხდა? უყურეთ, მოგეხსენებათ, აქ არის სტატუსები, ხო? სტატუსები დავუშვოთ იწყება უსტატუსოდან ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, პლატინა და ბრილიანტი. და ხო უყურეთ წესით, ზოგადად წესით ვიცით ჩვენ როგორ ხდება, ხო? ვისაც აქვს მაღალი სტატუსი, მხოლოდ ის ღებულობს შესაძლებლობებს გავიდეს ფინანსურ დამოუკიდებლობაზე. ეს არის სტანდარტული, ასე ვთქვათ, მცნება, რაც ყველამ ვიცით, ხო? ყველა კომპანიებში ასე ხდება. მაგრამ ის, რაც აქ მოხდა, ხდება მხოლოდ აქ, ლივგუთში ხდება ასეთი სასწაულები და უამრავი ასეთი სასწაული ლივგუთში ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ანუ ბრილიანტის სტატუსი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ძლიერი სტატუსი. ბრილიანტის სტატუსში კომპანია ლივგუთში ადამიანი აღწევს ყოველთვიურ შემოსავალს $16,000. მაგრამ რა თქმა უნდა, ამით არ სრულდება მისი შემოსავლები. ფაქტია, რომ მას ყავს უშველებელი სტრუქტურა, მის სტრუქტურაში ხალხი მუშაობს, ასევე მისი ზემდგომები კიდევ არიან, ბრილიანტს ყავს, ასევე ზემდგომები, ვინც ის მოიწვია. ისინი მუშაობენ, მას კიდევ ემატება თანხები და აქ ადიან უკვე თვიურ შემოსავალზე 100,000, 200,000 თვიურ შემოსავალზე არ მოგესმათ, კი ბატონო, 100-ია. მაგრამ ნახეთ რა მოხდა? მე წეღან დავიწყე ერთი ადამიანით, რომელიც შემოვიდა, რაღაცა ცოტა იმოძრავა, მაგრამ დიც ვერაფერს ვერ მიაღწია. იმიტომ ვერ მიაღწია, რომ თვითონ ვერ იმოძრავა სწორად და კარგად ხვდებით. კომპანიაში სადაც 7,000 მილიონერია, ესე იგი აქ არც ისე რთულია, თან 3 წელიწადში რომ არის 7,000 მილიონერი, არც ისეთი რთულია აქ. გამომუშავება ამ თანხების, ხო? თუნდაც მილიონების, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, როგორ აღიქვას, როგორ შეძლებს. მოგეხსენებათ, აქ არის რეკომენდაციების სისტემა, ხო? ჩვენ უნდა გავცეთ რეკომენდაცია კომპანიის შესახებ. მაგრამ ამ ადამიანმა როგორც ჩანს ეს ვერ მოახერხა. მაგრამ ნახეთ რა გააკეთა კომპანიამ? კომპანიამ არ გააკეთა, მისმა სისტემამ გააკეთა. რა გააკეთა? ბრილიანტის სტატუსიანი ადამიანი აღმოჩნდა მის სტრუქტურაში. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს მთელი ცხოვრება ექნება უზრუნველყოფილი. ის აღარ იზრუნებს თანხებზე, აღარ იზრუნებს არაფერზე, მას აბსოლუტურად ყველაფერი ექნება, რასაც კი მოისურვებს, იმიტომ რომ ბრილიანტი მისი აღმატებულება მის სტრუქტურაში აღმოჩნდა მთელი თავისი სტრუქტურით. ანუ ეს არის უკვე ათასობით ადამიანი აღმოჩნდა ამ ადამიანის სტრუქტურაში. აი მის გამო რომ აი ესეა სისტემა აწყობილი და მარკეტინგი აქ. გამართლება არ არის. ბედია, არც ბედია. უბრალოდ ჭკვიანი ადამიანების აწყობილი სტრუქტურაა აქ, ჭკვიანი ადამიანების აწყობილი მარკეტინგი, რომელიც აძლევს ასეთ შესაძლებლობას ყველა პარტნიორს, ვინც თავის სიცოცხლეს, თავის ცხოვრებას შეუერთებს ამ საოცრებას, ამ ინოვაციას, რომელიც მართლა განუმეორებელია. ამ მარკეტინგს ვერავინ ვერ გაიმეორებს, ამას ვერავინ ვერ შექმნის. ეს შექმნა მხოლოდ ლივგუდმა. აი ასეთი სასწაული მოხდა ჩვენთან კომპანიაში. ამის შესახებ მინდოდა თქვენთვის მეცნობებინა. ამიტომ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ერთადერთი შანსი, რომელიც ეწვია საქართველოს,
რომელიც 10,000% უნდა გამოიყენოს საქართველოს. მე ეს მინდოდა ზუსტად და იმიტომ შემოვაბიჯე თქვენთან. მე მინდოდა რომ თქვენ ყველანი ყოფილიყავით ბედნიერები. მე მინდა რომ ყველა ემიგრანტი დაბრუნდეს საქართველოში, თავის სამშობლოში, თავის დედასთან, მამასთან, შვილთან, ოჯახთან, მეგობრებთან და ის მიზერული 70 წელი, რომელიც აქვს მას მინიჭებული, არ გაიაროს სხვისი ცხოვრებით, არ იყოს სხვის ქვეყანაში, არ სჭირდებოდეს მას იმ ენაზე გრძნობების გამოხატვა, რომელიანაც მისი არ არის. ეს ძალიან რთულია. ეს ძალიან რთულია, როდესაც გინდა რაღაცა გამოხატო, შენი გრძნობა გამოხატო და ეს შენ გინდა შენს საკუთარ სამშობლიო ენაზე გამოხატო, მაგრამ ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ შენ ხარ სხვის სამყაროში, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ. და ეს ძალიან რთულია. რთულია, ცოტა რბილი სიტყვაა, ეს საშინელებაა. სწორედ ამ საშინელებისგან მინდა გადავარჩინო საქართველო. საქართველო. ძალიან გთხოვ, დაფიქრდი. ჩახვდი, რა შანსი დევს შენს წინაშე. რა სასწაული მოვიდა შენთან. შენ არაფერი გჭირდება ამისთვის. არც არავის მოვლა, არც არავის მომსახურება, არც არავის მონადყოფნა. შენ საკუთარ სამშობლოში, სუფთად, მოწესრიგებული, რეკომენდაციას გასცემ ამ საოცრებაზე, ეს ხომ სიკეთეა, აკეთებ სიკეთეს და ამ სიკეთეში კომპანია გხდის მილიონად. არის სადმე ასეთი შანსი? არა. ამიტომ გელოდებით, დამიკავშირდით, შემეხმიანეთ, რომ დაგეხმაროთ, მომეცით იმის შესაძლებლობა, რომ დაგეხმაროთ. 6,000-მდე ადამიანს დავეხმარე საქართველოში. რატომ უნდა იყოთ თქვენ გამონაკლისი? შემოუერთდით ამ გუნდს. ვიდეოს ბოლოს მე გაჩვენებთ იმ სიტუაციას, რაზეც ვისაუბრე. მარკეტინგის შესახებ, რა სასწაული მოხდა ჩვენთან. და თქვენი თვალით იხილავთ ამას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. თქვენთან ვიყავი მე, ნანა ლომიცა. მადლობა ყურადღებისთვის. მინდა რომ დაფიქრდეთ ყველაფერს. A company called Live Good. You know, I'm literally sitting right across the street from the Dallas-Fort Worth airport. I never forget the night I spent there. ძვირფასო მეგობრებო, იცით ეს ბატონი ვინ არის? ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც იმის გამო, როგორც ხედავთ, ხეიბარია ის და სწორედ ამის გამო ის იმყოფებოდა უპატრონოთა სახლში 3 წლის უკან. ეს ადამიანი ურთულეს მდგომარეობაში იყო. გასაგებია ხომ, წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს უპატრონოთა სახლში ცხოვრებას. მან შეიტყო კომპანია Live Good-ის შესახებ, რომელიც სულ ახალი დაარსებული იყო და სულ არავინ არ იცოდა რა იქნებოდა ამ კომპანიისგან, მაგრამ ამ ადამიანმა გამოავლინა ხედვა და იშოვა ის თანხა. წარმომიდგენია რა ვაი გაჭირვებით იშოვა ის თანხა, $50. მისთვის ეს იყო დიდი თანხა, იმიტომ რომ ნუ გასაგებია ხო, რატომ? და მან ეს მოახერხა, იშოვა, დარეგისტრირდა. და დღეს ეს ადამიანი გახლავთ მილიონერი. 3 წელიწადში კი არა, 1 წელიწადში გახდა ის მილიონერი კომპანია Live Good-ში. აი რა არის აქ შესაძლებელი? სწორედ მის სტრუქტურაში მოხდა ის, რაზეც მე გესაუბრეთ ვიდეო ჩანაწერში. და ვიზუალურად გაჩვენებთ ახლა მე ის ბრილიანტი, როგორ აღმოჩნდა ჩვეულებრივი პარტნიორის სტრუქტურაში. აი, ძვირფასო მეგობრებო, აი როგორც ხედავთ, ბრილიანტი ჩვენს კაბინეტებში, ჩვენი Live Good-ის კაბინეტში, აი ამ ფრათ არის აღნიშნული. და აი ეს ბრილიანტი აღმოჩნდა ერთი ჩვეულებრივი პარტნიორის სტრუქტურაში. ეს იმას ნიშნავს, როგორც გითხარით ვიდეო ჩანაწერში, რომ ეს ადამიანი მთელი თავისი ოჯახით აღმოჩნდა ოქროში, ასე ვთქვათ, ოქროს საბადეში აღმოჩნდა და ის იქნება მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი მთელი თავისი ოჯახით. არა მხოლოდ ახლა, არამედ
მთელი მისი შთამომავლობა იქნება, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად უზრუნველყოფილი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბრილიანტს ზოგადად უამრავი ადამიანი ყავს სტრუქტურაში და ეს ყველა მისი სტრუქტურით ის აღმოჩნდა ამ ადამიანის ხაზში. სხვათა შორის ეს არ არის გასაკვირი და ეს ხდება ჩვენთან ზოგადად კომპანია ლივგუთში და საქართველოს სტრუქტურაშიც ასევე. ჩვენ ყავს ასეთი ადამიანი, რომელიც არის ბრინჯაო და არა ერთი, ბევრი ასეთი სიტუაციები გვაქვს, რომ არის უბრალოდ ბრინჯაო მოგეხსენებათ არის აი ეს სტატუსი და აი ეს უსტატუსოა, ეს ფერი უსტატუსოა, ეს ვერცხლი. მოკლედ, აი ესეთ ბრინჯაოს სტრუქტურაში, აი ის გახდა ბრინჯაო, მოიყვანა მხოლოდ 2 ადამიანი. მეტი ვერ მოიწვია, რეკომენდაცია ვერ გაწია მეტად და ის დარჩა დაუშვათ ბრინჯაოდ, ხო? მის სტრუქტურაში პირველ ხაზში აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც იყო ოქრო. და მის პირველ ხაზში აღმოჩნდა ეს ოქრო. ხვდებით? და აქედან გამომდინარე, თავისთავად ეს ოქრო აღმოჩნდა ძალიან აქტიური, მან მოიყვანა ადამიანები, ბევრი ძალიან გაწია საინტერესო რეკომენდაცია ამ საოცარი კომპანიის შესახებ და აი ამ ბრინჯაოს მიეცა შესაძლებლობა ამ ადამიანისგან, რომელიც გავიდა კონკრეტულ ხელფასზე, მაგალითად სიტყვაზე $1000-ზე, ხო? მარკეტინგის გათვლით, კომპანია ლივგუთის მარკეტინგის გათვლით, პირველი ხაზი, ვისაც გაუწევ რეკომენდაციის კომპანიის შესახებ, იმ პირველი ხაზიდან ყველასაგან აბსოლუტურად ვისაც კი მოიწევ, რა ხელფასზეც არ უნდა გავიდეს, იმის 50% ერიცხება რეკომენდატორს, ანუ მომწევს. და ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ დარჩა ბრინჯაოდ, წარმოიდგინე და აი ამ ოქროსგან მას დაერიცხება 50%. და ეს ადამიანი ფაქტურად უზრუნველყოფილია და აი ესეთი შემთხვევები ბევრია, ძალიან ბევრი. ჩვენ საქართველოს ასე ვთქვათ ხაზში. ისე რომ როგორც ხედავთ, ეს არის ჩვეულებრივი რამ, რასაც განაპირობებს ეს მარკეტინგი, რომელიც მოიფიქრა მხოლოდ ლივგუთმა. ამ მარკეტინგს არ აყავს ანალოგი, ხვდებით? ასეთი რამეები არსად არ ხდება აბსოლუტურად. ჩვენ ვიცით, რომ ყველა სადაც გათვლილია მარკეტინგი იმ სისტემებში და იმ კომპანიებში, სადაც მარკეტინგია და მარკეტინგის მეშვეობით ხდება ფულის, ასე ვთქვათ, გამომუშავება, ყოველთვის მაღალ სტატუსიანია. მაღლა, აი მაგალითად, აი ესეთი სტატუსიანი უნდა იყოს მაღლა, მხოლოდ მაღლა. ბრილიანტი მაგალითად, ხო? და აი მხოლოდ მისგან მოდის მერე ხაზი და ეს დაბალი სტატუსები ხდებიან დაბლა. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ანუ ამ მარკეტინგის სიტუაციაში, აქ ასე არ ხდება. შემოსავალი მოდის აბსოლუტურად ყველა მხრიდან, რომ იტყვიან, ხო? აი ამ ადამიანს მაგალითად სიტყვაზე ამ ადამიანს, ხო? ზემდგომები, რომლებიც ყავს, ზემდგომები, ხო? ზემდგომები. ესენი, როდესაც მუშაობენ აქტიურად, თავისთავად ეს ზემდგომებისგან მის ხაზში ვარდებიან ადამიანები. და ამას აკეთებს ჭკვიანი რობოტი, რომელიც არის მაღლა და ის გადაანაწილებს მაღლიდან დაბლა და მარცხნიდან მარჯვნივ. და ასე განლაგდებიან ადამიანები აი ამ უჯრედებში, აი ესე ივსება საფეხურები და აი ამ საფეხურების შევსების საფუძველზე ადამიანი გადის ხელფასებზე. როგორიცაა $2000, $4000, $8000, $16000 სტატუსების და მიხედვით. აი, ასეთი ხელფასებია აქ, ჩემო ძვირფასებო,
აი ამ მარკეტინგის მეშვეობით აბსოლუტურად შესაძლებელია ამ ხელფასებზე გასვლა. მე ყველად არ ვახსენე, რომ კომპანიას ყავს 7,000-ზე მეტი მილიონერი. პლუს, იმიტომ რომ 7,000 როდესაც გაჟღერდა, ეს იყო ფაქტიურად მას შემდეგ უკვე გავიდა გარკვეული პერიოდი, გასაგებია რომ 7,000-ზე მეტია უკვე ის მილიონერი, მაგრამ ოფიციალურად გამოცხადება ალბათ ცოტა უკვე მრგვალი რიცხვი რომ იქნება მხოლოდ მაშინ. აი, ასეთი სასწაულები ხდება კომპანია Livgood-ში, არა მხოლოდ პროდუქტის ხაზით, არამედ ბიზნესის ხაზით. ანუ ეს ორი აბედნიერებს ადამიანს. თავარი რა არის ადამიანებისთვის? ზოგადად, აი, ბედნიერი რომ იყო, რა უნდა გქონდეს ადამიანს? პირველი, ჯამრთელობა, მეორე, ფინანსები. კომპანია Livgood-ში აი ეს ორი სრულიად მისაღწევია. ადამიანი აქედან გამომდინარე არის სრულყოფილად ბედნიერი. აი, მოკლე მონახაზი კომპანია Livgood-ის შესახებ, რაც მე პირადად ძალიან მაბედნიერებს და ყველა ჩემს გარემოს, ვისაც ვიცნობ, ყველა ბედნიერი ამ კომპანიით. ხომ არის სამსახურში, როდესაც მიდიხარ და საათებს ითვლი, წუთებს ითვლი, როდის დასრულდება, რომ წამოხვიდე, იმიტომ რომ არ გსიემოვნებს იქ მუშაობა, იმიტომ რომ შენ უბრალოდ მოვალე ხარ, რომ იქ იმუშაო, რომ რაღაცა ხელფასი გამოიმუშაო და რაღაცა ხელფასი მოგაჩეჩონ ხელში და წამოხვიდე და თვიდან თვემდე ძლივს გაიტანო თავი იმ ხელფასით. მაგრამ Livgood-ში ხარ აბსოლუტურად თავისუფალი. შენ მართავ შენს დროს, შენ მართავ შენს ცხოვრებას, შენ ხარ მეფე შენი გადაწყვეტილებების, შენს მაგივრად არავინ არაფერს არ წყვეტს, არ ღერს ამის გამო ყველაფრის გაკეთება. აი, ეს მინდოდა თქვენთვის მომეხსენებინა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რაღაცნაირად მომინდა თქვენთან გასაუბრება, მით უმეტეს, როდესაც დაემთხვა აი ეს სასწაული, რაზეც ახლა გესაუბრეთ, რომ აი ასეთნაირად გაბედნიერდა ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი. მე გითხარით, რომ საქართველოს გუნდში ხდება მსგავსი რამე, მაგრამ ბრილიანტი რომ ჩავარდება შენ სტრუქტურაში, ეს მართლა საოცრებაა. ყველას ვილოცავ, მთელ საქართველოს ვილოცავ, რომ აი ეს ასეთი წარმოუდგენელი რამ ეწვია მას. მე კი ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ადამიანი ბედნიერდება ჩემს გარშემო. ასეთი რამ არის ნათქვამი ღვთის სიტყვაში. გაცემა მეტი ნეტარება, ვიდრე მიღება. აი, სწორედ ეს მაბედნიერებს, რომ გავცემ. გაეცით თქვენც და იქნებით ბედნიერები. ხომ არ დაიღალე ემიგრანტო? ხომ არ დაგიყრია ფარხმალი? გული გაიმაგრე, სული გაიმტკიცე, რკინის აისხი აბჯარი. ხომ არ დაიღალე ემიგრანტო? ვიცი, მოგენატრა სახლკარი, დროს ვერ შეაჩერებ, დავერც დააბრუნებ, მას წესით არ აქვს საზღვარი. ხომ არ დაიღალე ემიგრანტო? ფიქრებთან ხომ არ დამარცხდი, ცრემლი ამოიშრე თვალებიდან, კლდედ გადაიქეც გამაგრდი. ხომ არ დაიღალე ემიგრანტო? ვიცი, თვალწინ გიდგა სახლკარი, ცოტაც გავძელ და მალე დასრულდება, დროს თავად დაუწესე საზღვარი. ვიცი, დაიღალე ემიგრანტო, უცხო მიწაზე ნატანჯი, ხრები გაიმაგრე, ძირს არ ჩამოყარო, რკინის ჩაიცვი აბჯარი. ხომ არ დაიღალე ემიგრანტო? ფიქრობ ჩაკეტილი საკანში, წლები გაგპარვია იმ ნორჩობის სრემლის სასთუმალთან მალვაში. გთხოვ, არ დაიღალო ემიგრანტო და არ დაივიწყო ფესვები. შენი სამშობლოა საქართველო, მას მტრულად ნურასდროს შეხვდები.